აჭარის მთავრობის სახლის ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. სოციალურად დაუცველთა კატეგორიის მქონე პირებმა და თამარის დასახლებაში ბარაკებში მცხოვრებმა 54-მდე ოჯახმა რეგიონის პირველ პირთან შეხვედრა მოითხოვა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით თამარის დასახლებაში თითქმის დასრულდა 2 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლებიც თავის დროზე მათთვის იყო განკუთვნილი. ახლა კი მათი ინფორმაციით ახალი მთავრობა აღნიშნული კორპუსების გადაცემას ეკომიგრანტებისათვისაც გეგმავს, რაც მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოიწვევს. ბარაკების მცხოვრებლები ახლა დაშენებულ კორპუსში ბინების დაკანონებას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან პრეზიდენტის დაპირების შესრულებას ითხოვენ. ბინებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ სოციალურად დაუცველებიც. პროტესტის ნიშნად ქუჩის გადაკეთვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცა. მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე კომენტარი რეგიონის პირველმა პირმა გააკეთა. არჩილ ხაბაძის განცხადებით თამარის დასახლებაში მშენებარე 2 კორპუსი თავიდანვე ეკომიგრანტებისთვის შენდებოდა. რაც შეეხება ბარაკების პროგრამას, მისი განხორციელების ვალდებულება ქალაქის მერიას ჰქონდა აღებული. არჩილ ხაბაძის თქმით, ეს გაუგებრობა საქართველოს პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიერაა პროვოცირებული. Rami ყურადღებას აღარ გვაქცევს, ყოველ კვირას გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მოვალთო კომისია მოვაო, პირადად მე თქვა მე თვითონ მოვალო. არავითარ შემთხვევაში არ გვაქცევენ რა ყურადღება. იძულებული ვართ, რომ გადავკეტოთ გზები, თუ კიდე არ მოგვაქცევენ ყურადღებას, გადავდივართ რუსთაველზე. და ამას პირდებით ყველას რომ გადავკეტავთ გზები. ეხლანდელი მთავრობა გვართმევს ამ ბინას. ამბობს, რომ ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, დაგვაპირისპირა 2 სოციალურად დაუცველები, ბარაკის ტიპის ხალხი, კარგი არაფერი არ მოხდება. ძალიან ვთხოვთ დღევანდელ მთავრობას, რომ ეს ბინა, როგორც კი პრეზიდენტმა ჩვენ დაგვიკანონა და გვიხარო თქვენია, მოგცეს ეს ბინები ჩვენ. გადმოეცეს ჩვენ საკუთრებაში. უკვე ბინები დამთავრებულია და სადაცაა ალბათ იქნება შესახლება. ეკონომიკის სამინისტრო აშენებს 2 კორპუსს, სადაც მოხდება ეკომიგრანტების შესახლება. ჩვენ მუშაობთ სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე. ეს იყო მერიის პროექტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის მერიის პროექტი ბათუმი ბარაკების გარეშე. ეხლა სხვა ეს როგორც წინასაარჩევნო სხვა დაპირებები ისე არ განხორციელდა.